რა ტრანსფორმაცია განიცადეს, ესე რომ ვთქვათ, სილიკონი ველის ახალ ბიჭებმა? მე მგონი ფუნდამენტური არის ის თუ რა შეეცვალა ამერიკულ პოლიტიკაში და რა განიცადეს მათ, როცა ჭალებში გაიზარდნენ. და საინტერესოა, იმიტომ რომ 90-იანებში და 2000-იან წლებში ყველანი ლიბერალები იყვნენ და დემოკრატიულ პარტიას უჭერდნენ მხარს. რაც მთავარია, მათ აქვთ იდეოლოგია. და საჭირო აი რომ სამყარო იმართებოდეს მონარქიული პრინციპებით. ადამიანები აღარ გჭირდება იმდენად იმისათვის, რომ კონტროლი განახორციელო სხვებზე. მასკის მიღმა არსებობენ კიდევ უფრო გავლენიანი ფიგურები, ვინ არის პიტერ ტილი, ანუ ეგრეთ წოდებული PayPal მაფიას ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წევრი, რომელმაც PayPal-ი მათ შორის მასკთან ერთად დაარსა. რომ დაგუგლოთ, ნახოთ ფოტო და მოусმინოთ, მიხვდებით, რომ აი რაღაც ისეთივე პერსონაჟი არის დაახლოებით როგორც დუგინი სიტყვაზე. იკვეთება, რომ რაღაცა მკაფიო დაპირისპირება არის ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში ამ ორ ჯგუფს შორის. დღეს მინდა კონცენტრირდეთ ტექ ოლიგარქიაზე.